მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. მოგესალმებით, მამო, მადლობა მოგბრძანებისათვის. გამარჯობა, მოგესალმებით მეც, დიდი მადლობა რომ მომეწვიეთ. ჩვენი საუბრის თემა იქნება დღეს ერთ-ერთი ძალიან აქტუალური თემა არის ეს განსაკუთრებით უფრო გვიან ესე იგი რენესანსის შემდგომ პერიოდში და ამ ბოლო პერიოდშიც არაერთი გადაცემა შემხვდა სატელევიზიო გადაცემა მსგავსი თემატიკით, აი მეცნიერება და რელიგია. თითქოს ერთმანეთისგან ძალიან ყოფილ ხომ, თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირების მომენტი უფრო გვიან შემოვიდა, რომ თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენი თემა უფრო კონკრეტული იქნება ბიბლია და მეცნიერება, უფრო ესე დავაკონკრეტოთ, ანუ წმინდა წერილი და მეცნიერება. ჩვენ საუბრის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, სარამ დავიწყებთ ესე იგი ჩაწერას გადაცემას. მანამდე ბრძანეთ, რომ აი უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებთ რა გავლენა მოახდინა ბიბლიამ წმინდა წერილმა კაცობრიობის მეხსიერებაზე. როგორ ხდება კაცობრიობის განვითარება ბიბლიის ჭრილში, წმინდა წერილის ჭრილში. მინდა ერთი რამე ვახსენო, რომ ზოგადად თანამედროვე ადამიანსაც ცოტა სხვანაირად ესმის, აი მეცნიერების, ზოგადად რას უწოდებთ მეცნიერებას, ეს გამხსავსოთ ჯერ, რატომ ეწინააღმდეგება რელიგიას, როცა რეალურად ქრისტიანული ეკლესია ჩვეულებრივ იყენებდა ყველა მეცნიერებას, დამხმარე მეცნიერებას, რაც იმ ეპოქაში იყო. მეტიც საღვთისმეტყველო სკოლებში, აი მაგალითად თუ ავიღებთ ალექსანდრიული სკოლას, ორიგენის სწავლების მეთოდიკაც ესეთი იყო, რომ პირველად საბუნების მეტყველო მეცნიერებები ისწავლებოდა, მათემატიკა, მუსიკა, უფრო მეტად აი გონების განსავითარებლად, ფილოსოფია და შემდეგ იწყებოდა საღვთისმეტყველო საგნები, ანუ უფრო ღვთისმეტყველებაზე გადადიოდა ალექსანდრიული სკოლა. ეს პრინციპი ფაქტობრივად ყველა მეცნიერები ვარაუდობენ, გელათშიც მსგავსი პრინციპი იყო, საბუნების მეტყველო მეცნიერებები, შემდეგ მათემატიკა, მუსიკა და შემდეგ ღვთისმეტყველება, ყველაზე როგორც ყველაზე აღმატებული. აი ერთ-ერთი ესე ვთქვათ, უძველესი მამა და ფილოსოფოსი მოძღვარი, როგორც მამები მას აფასებენ, ფილოსოფოს და ფილოსოფოს უწოდებენ, კლიმენტი ალექსანდრიელს, რომელიც თავისთავად ფილოსოფოსი იყო მანამდეც, სანამ იგი ქრისტიანი გახდებოდა და ეპისკოპოსი გახდებოდა. მისთვის მაგალითად ცოდნა და რწმენის შესახებ აქვს საოცარი ესე სიღრმეები, რასაც ალბათ ადამიანი თუ არ წაიკითხავს, ან ვერც არასდროს არც იფიქრებს ამაზე, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანი. ესე იგი ერთ-ერთი პირველია ის, რომელიც ძალიან კაფიოდ გაამახვილა ყურადღება ამაზე, რაც წარმოადგენს ჭეშმარიტი ცოდნა, ესე იგი გნოსოსი ბერძნულად, რომ ის ღვთისშემეცნების ან უფრო უმაღლესი მწვერვალი, რომ ამის საფუძველი რწმენა არის და მე რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება აქვს საოცრად, რომ რწმენის საფუძველიც კი რაღაც თვალსაზრისით ცოდნა არის, აქსიომაა. ჩვენ რაღაცაზე მე შევთანხმდეთ და მე ეს ვირწმუნე და მეცნიერებაშიც ასე არის. მეცნიერებაშიც რაღაცა ცოდნის, ანუ ცდის ბოლოს სანამ მიხვალ, მანამდეც თავდაპირველად რწმენაა საჭირო, რაღაცაზე უნდა შეთანხმდე. მაგრამ ათვლის მეთოდს, რომ აი რაღაცა აქსიომას თუ უნდა დაიწყო მსჯელობა. სხვა შემთხვევაში დასკვნამდეც ვერ მიხვალ. იმიტომ ამის საფუძველი რწმენა არის, აი საოცარ სიღრმეებში ჩადეს. ფაქტობრივად მამები შემდგომშიც აი გრიგოლ ნოსელი სხვა კაბადოკელი მამები იყენებენ ბერძნულ სამყაროში, ანტიკურ სამყაროში არსებულ ცოდნას, ფილოსოფიას, მეცნიერებას განსამარტად წმინდა წერილის და სხვადასხვა ეს იქნებოდა ტერმინოლოგია თუ სხვადასხვა. აქედან გამომდინარე, შემდგომშიც აი ეკლესია იყენებს მეცნიერებებს ბიბლიის შესასწავლადაც, ხომ თეოლოგიაში არსებობს მრავალი მეცნიერება. მათ შორის ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერება შეიძლება ცალკე გამოვყოთ. აი მაგალითად ტექსტოლოგია, რომელიც ტექსტების მაგალითად შედარებას ახდენს, ავთენტურ ტექსტებს ადგენს დედანთან შედარებას და სხვადასხვა ეგზეგეტიკა, ანუ ბიბლიის განმარტება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი წმინდა მამათა კომენტარები, ქადაგებები, ჰომილიები. ასე რომ მრავალი ბიბლიური არქეოლოგია, რომელთაც ძალიან ბევრი რამ დასტურდება, როგორც ისტორიული ჭეშმარიტება და ყველა დამხმარე მეცნიერება ფაქტობრივად გამოყენებულია ასევე თეოლოგიურ მეცნიერებებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეცნიერებას რას უწოდებთ, ეს უნდა განსაზღვროთ ალბათ პირველ რიგში, რომ რანაირად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მეცნიერება რელიგიას და წმინდა წერილს, როცა რეალურად მეცნიერება დამხმარე საშუალებაა და თანამედროვე სამყაროში თეოლოგიაც მეცნიერება და მისი დარგებიც. აი მოდი აქედან დავიწყოთ ალბათ საუბარი და შემდეგ გადავიდეთ იმ თემაზე, ისტორიაზე, ბიბლიის ისტორიაზე. დიდი მადლობა, მართლაც საინტერესო საკითხია და ვფიქრობ ძალიან სიღრმისეული.
ამ საკითხის ამოწურვა შეუძლებელია ერთ გადაცემაში ჩვენ ბუნებრივია მხოლოდ ერთ ნაწილს შეიძლება შევეხოთ გარკვეული ფრაგმენტები შეიძლება წამოვწიოთ წინ თუმცა ვფიქრობ მაყურებელი შემდგომ თუ დაინტერესდება თვითონ დღევანდელი ტექნოლოგიური წინსვლებიდან გამომდინარე ყველა ფლობს იმის საშუალებას უფრო სიღრმისეულად ჩაღრმავდეს შემდგომ მისთვის საინტერესო საკითხებში მე პირადად როგორ ვფიქრობ ამაოდ შემოწირებასო მეცნიერება ეს არ არის ცალკე აღებული სივრცე მეცნიერება ზოგადად ეს პროცესია შემეცნებისა, რომელიც აკვირდება სამყაროს, აკვირდება საკუთარ თავს და ეყრდნობა პიროვნული იდეური თუ სხვა რომელიმე საინფორმაციო ნაკადის განვითარების სისტემებს. რეალობა არის ესეთი. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი რაღაც გარკვეულ ექსპერიმენტს ჩაატარებს და მხოლოდ ემპირიული მეთოდით, გაზომვადი მეთოდით მიიღებს რაღაც დასკვნას, თუ იჯდება, იფიქრებს და სხვა უკვე არსებული ინფორმაციის გადამუშავებით შექმნის ახალ სამეცნიერო კონკრეტულ აღმონაჩენს ან ნაშრომს. ეს მარტივი პრაქტიკული დაკვირვებაა ჩვენ სამყაროში, ხო? ყველა ვინც მეცნიერია, შეიძლება არ იყოს გამომგონებელი ექსპერიმენტატორი, მაგრამ უმრავლესობა მეცნიერებისა არიან გამომგონებლები თავის მხრივ ექსპერიმენტის დონეზე. დანარჩენი მეცნიერები თქვა აკადემიური ნაშრომებისაც აქვს დაცული ან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა შეიძლება არაფერი პირდაპირ გაგებით ხელშესახები ემპირიულიც და არ ჩაატარა მაგრამ მან უკვე არსებული სამეცნიერო დასკვნებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე ანალიზი აწარმოა და თავად ეს ფიქრი გახდა იმ ახალი აღმოჩენის საწყისი და არგუმენტის წყარო ან ინფორმაციას უკავშირდება ინფორმაციული ნაკადები ვახსენეთ ზეგან ინფორმაციის გადამუშავებას უკავშირდება პირდაპირ მეცნიერება თუ არ არსებობს ინფორმაცია თუ არ არსებობს ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის კონკრეტული წესები და კანონები და ეს გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული სისტემა წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერება როგორც ასეთი ვერც იარსებებს და ვერც განვითარდება აი საუბარი რომ ადამიანები ამბობენ რომ თეოლოგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან თეოლოგია საერთოდ უფრო მძაფრადაც ამბობენ ხშირად არ არისო თითქოს მეცნიერება ეს ალბათ რას ეფუძნება ჩემი აზრით არა პირდაპირ რაღაც მეცნიერულ განმარტებებს ან მეცნიერულ ხედვას არამედ მიკერძოებულ განცდას და მათ შინაგან პოზიციონირებას რომ თითქოს მეცნიერება ცალკეა და თეოლოგია ცალკეა თვითონ თეოლოგია მეცნიერების დარგია მამაო და რომელი განათლებული ადამიანი იტყვის რომ მეცნიერების დარგთა შორის არ უნდა მოვიხსენოთ თეოლოგია ის ძალიან მიკერძოებული ამ საკითხში ჩემი სუბიექტური აზრით და ობიექტურად იმ მონაცემზე დაყრდნობით რაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათ შორის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. შეიძლება პირდაპირ უნივერსიტეტი არ იყოს თეოლოგიური აკრედიტაციის მქონე, მაგრამ უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტები არსებობს, შეგვიძლია ვნახოთ, მოვძებნოთ ინტერნეტით, რომელთაც აქვთ ოფიციალური სამეცნიერო სტატუსი. ანუ იმ ფაკულტეტზე სწავლის შედეგად ადამიანი აგროვებს აკადემიურ ქულებს, აკადემიურ განათლებად ეთვლება, აკადემიურ კრედიტებად ეთვლება იმ ფაკულტეტზე სწავლა. შესაბამისად, საერთაშორისო დღევანდელი საერთაშორისო საზოგადოება თამამად ერთმნიშვნელოვან და სრულიად სამართლიანად აღიარებს თეოლოგიას მეცნიერებათა შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგად. ეს უბრალოდ ხაზგასმით მინდოდა მეთქვა, რომ მაყურებელმა სწორი ხედვით ჩამოიყალიბოს თეოლოგიაზე, როცა მსჯელობთ, არ თქვას, რომ რაღაცა ციდან მოტანილად უწოდებთ მას მეცნიერებას. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ, არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ ფაქტიურად ისტორიული კონტექსტით რომ განვიხილოთ. სულ თავიდანვე რომ დავიწყოთ მეცნიერების როგორც საინფორმაციო ნაკადების გადამუშავებისა და ინფორმაციის შენახვის სწორი და მისი მობილიზების თუ გაანალიზების სწორი სისტემების შემქმნელი ესე თუ დავარქმევთ ჩვენ თეოლოგია და მეცნიერებას ფაქტიურად ვერ გავყოფთ, იმიტომ რომ თეოლოგიაში იყო მეცნიერება და მეცნიერება იყო თეოლოგიაში. ეს ერთი იყო. ნებისმიერი ღრმა ფილოსოფიური აზროვნება სინამდვილეში თეოლოგიურ აზროვნებას ეფუძნებოდა. აქ არა აქვს მნიშვნელობა მაინც და მაინც იმას, რომ მართლმადიდებლები იყვნენ თუ არა ეს ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით პირდაპირ ღმერთის შესახებ, რწმენის შესახებ ინფორმაციის გადაცემას და დამუშავებას მოქონდა ის შედეგი, რასაც მეცნიერების განვითარება ქვია. ეხლა ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ვართ, ჩვენი მაყურებლების უმეტესობაც მართლმადიდებელია და ჩვენთვის ბუნებრივია ასეთი წყარო, ასეთი ინფორმაციის გადაცემის უმნიშვნელოვანესი წყარო არის ის უმნიშვნელოვანესი წიგნთა კრებული, რომელიც ერთ ყდაშია მოქცეული და რომელსაც ჩვენ ბიბლიას უწოდებთ. ხა ბიბლია რა არის? ბიბლია არის თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ავტორის მიერ ღვთისმშთაგონებით დაწერილი ნაშრომი.
რომელიც ღვთის სიტყვა ადამიანებისადმი მოწოდებული, რომელშიც აღწერილია ისტორიული ფაქტები, ჩაწერილია წინასწარმეტყველებითი სიტყვები და ასე შემდგომ სწავლა მოძღვრებითი ნაწილია კიდევ. მოკლედ, ბიბლია მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო წყაროა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. და ბიბლიის გადამუშავება, ბიბლიის შესწავლა, ბიბლიის როგორც ინფორმაციის წყაროს უბრალოდ გაანალიზებაც კი შეუძლებელია მეცნიერული მიდგომის გარეშე, შეუძლებელია იმ თუნდაც გამოგონებების გარეშე, რომელზეც ალბათ ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის ფარგლებში, რომელიც თვითონ ბიბლია მოიტანა და ქრისტიანობა მას შორის განსაკუთრებით ქრისტიანობა მოიტანა. აი, უფრო ადვილი გასაგები რო გახდეს და რაღაც ესე ბუნდოვანი საუბარი რო არ გამოგვივიდეს, მოდი დავიწყოთ იქედან, მამაო ჩემო ძვირფასო, ანუ მეცნიერება და რელიგია რომ ახლოსაა, აი ამის დასანახად ეხლა რასაც ვიტყვი, აუცილებლად გამოდგება. ჩვენ ვთქვით, რომ მეცნიერება ეფუძნება ინფორმაციის შენახვას და სწორი გადაცემის მეთოდოლოგიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერება ვერ იარსებებს. ანუ ერთი ადამიანი, რომელიც დადგება და რაც კი კაცობრიობას უაზროვნია, ასე იაზროვნებს თვითონ და ყველა დასკვნას, ყველა აღმოჩენას ერთ სიცოცხლეში მოასწრებს, ეგ არის შეუძლებელი. ყველა ახალი მეცნიერი ეყრდნობა მის წინარე მოღვაწე მეცნიერების ნაღვაწ, ნაშრომს და ასე გრძელდება ფაქტიურად თუ კი რომელიმე მეცნიერს ხელს დავადგებთ, ვიტყვით, რომ აი ეს მეცნიერი ამას ეყრდნობა და ესეცაა სამეცნიერო ლიტერატურის განვითარებაში. ხო, წყარო უნდა მიუთითოს ადამიანმა, საიდან მოიტანა ესა თუ ის თეზისი თუ აზრი დაასახელოს და ასე შემდგომ. ესე იგი, კაცობრიობის განვითარების უპირველეს ეტაპზე ინფორმაციის შენახვა იყო ან მხოლოდ სიტყვიერი და გადაცემა ინფორმაციის ხდებოდა სიტყვიერი ფორმით. რა ძალიან ბევრ დეფექტს წარმოქმნიდა. სიტყვიერად ინფორმაციის გადაცემა აღმოაჩინა ადამიანმა, რომ გარკვეული დეფექტი შემცველია. მე რო გაფუჭებული ტელეფონი ალბათ ყველას უთამაშია ბავშვობაში, მე რო ერთ თაობას რაღაცა ინფორმაცია მივეცი, იმ თაობამ დიდი ალბათობით, რაც დააკვირდა კაცობრიობა, ვერ შეძლო ამ ინფორმაციის ზუსტი შენარჩუნება და მოხდა დეფექტური გადაცემა ინფორმაციის. ანუ ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაცა ინფორმაცია თაობათა შორის იცვლებოდა და იკარგებოდა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინფორმაციის ფიქსაცია მოეხდინათ და დაიწყეს პირველი საინფორმაციო ჩანაწერების განხორციელება კედლებზე. ჩვენ ვიცით ეს, ხო, კედლებზე ხატავდნენ, წერდნენ. მერე განვითარდა უფრო მეტად და გადავიდნენ უფრო მოძრავ ან უფრო მონუმენტურ გამოსახულებებზე. ქვების სტელები, თქვა პატარა ქვის ფირფიტები აიღეს, რომელზეც გარკვეული ინფორმაციას დაიტანდნენ და ეს თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ანუ ქვა გახდა შემდგომ ეტაპში უკვე ინფორმაციის გადაცემის წყარო. მაგალითად, დარიუსმა თავის გამარჯვებების შესახებ ირანში დღეს ვისაც მე არ მიმოგზაურია სამწუხაროდ, მაგრამ მინახავს ვიდეოები, საოცრად არის მოწყობილი ქვაზეა რელიეფები გამოკვეთილი მისი სამხედრო გამარჯვებების და პოლიტიკური ძალაუფლების დემონსტრირება. აი წარმოვიდგინეთ მთელი მთა, სადაც დარიუსმა ბრძანა, რომ აი ხა თქვენ ადგებით და აქ დაიტანთ ინფორმაციას ჩემი მოღვაწეობის შესახებ. რამდენად მართალი იყო, რამდენად ტყუილი და მიკერძოებულნი იყვნენ ის ქვაზე ინფორმაციის დამტენები, ცალკე საკითხია. ჩვენ აქ ტექნოლოგიაზე ვსაუბრობ და ინფორმაციის ფიქსირების კონკრეტულ, უკვე უფრო თვალხილულ მონუმენტურ მდგომარეობაზე ვსაუბრობ. ასეთი ფაქტების მიკერძოებულობას სხვა მეცნიერებების კვლევის შედეგად კიდევ უფრო გამორიცხავს. ეგ არის მეცნიერული კვლევა. აი მამუ, ნახეთ, ოღონდ რის თქმა მინდა. ეს კარგად უნდა დავინახოთ, ეხლა საით მიყავს საუბარი. ნახეთ, თუ კედელზე იყო გამოსახული ადამიანი, უფრო მცირე მასშტაბში იყო, მცირე საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი. დარიუსმა რაც გააკეთა, ეს არის გამოხატულება იმ პრაქტიკისა, რომ ადამიანს ჰქონდა მოთხოვნილება ინფორმაცია რაც შეიძლება ფართო მასებისთვის მიეწვდინა. ამას ეხლა პოლიტიკური საფუძველი ქონა იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თორემ ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. და დარიუს ისეთ რას მიხვდა, საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო ეს მისი დროისთვის და წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შექმნიდა იმ ხელა იმპერიას, რაც შექმნა. აღმოაჩინა, რომ გამხელა მთა ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერ ატარებს. ანუ რაღაცნაირი ლოჯისტიკური პრობლემის წინაშე დადგა, რომ ეს ინფორმაცია, რომ მე ვიღაცას გავაგებინო, ხალხი აქ უნდა მოვიყვანო. ინფორმაციას მე იქით ვერ წავიგებ. მხოლოდ სიტყვიერი ფორმით იყო, ესე იგი, ინფორმაციის გავრცელება კიდევ და კიდევ შესაძლებელია. დარიუსმა ძალიან ჭკვიანური აღმოჩენი გააკეთა. ადგა და შექმნა პირველი საინფორმაციო ქსელი. ეს დარიუსს უკავშირდება. პირველი ინტერნეტი რეალურად დარიუსმა გამოიგონა. ადგა და რაც ეწერა ამ უზარმაზარ კლდეზე, ამოტვიფრის სახით და რელიეფური შესრულების მჭედლური სახით, პაპირუსის ქაღალდებზე, ანუ გადაატანინა და დააგზავნა ძალიან დიდი მასშტაბით მთელ სოფლიოში. ეგვიპტეში ელეფანტის არსებობს ელეფანტის ხელნაწერები, ეგრეთ წოდებული, თუ სწორად მახსოვს ეს სახელი, იქაც კი არის ზუსტად აი ის რაც იქ დარიუსმა კედელზე აღმოუკეთინა, ზუსტად ის ტექსტები უკვე გაგზავნილი. ანუ დარიუსმა ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მარტივი კანონი აღმოაჩინა. უძრავი
უძრავი საინფორმაციო წყარო არ წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელების გარანტიას. ის კი ბატონო სტაბილურია, ის კი ბატონო დიდ ხანს გაუძლებს, საუკუნეებს გაუძლებს და თაობათა შორის ინფორმაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ანუ რა მოთხოვნას თავიდან არსებობდა კაცობრიობაში, რომ თაობათა შორის ინფორმაციული დანაკარგი შეემცირებინა. მაგრამ ეგ ვერ აგვარებდა გავრცელების ხარისხს და სისწრაფეს. და შესაბამისად გავრცელების ხარისხის და სისწრაფისთვის დარიუსმა შექმნა ქსელური საინფორმაციო სისტემა. თავის სტოვრები დავარქვათ თუ საინფორმაციო აგენტები დავარქვათ, რაც გინდათ ის დავარქვათ, აგზავნიდა ამ ადამიანებს ინფორმაციის წერილობით ჩაწერაზე თქვენ თავში რო ახსენეთ, რომ ზეპირ სიტყვიერად გადაცემის დროს შეიძლება მოხდარიყო ინფორმაციის ცვლილება, ხო, ერთი ადამიანი მეორეზე სხვანაირად გადადის. ერთიდან მეორე ხა რაღაც პარალელი უნდა გავალო ლიტურგიასთან დაკავშირებით. თემას კი ცდება, მაგრამ ძალიან ცოცხალი მაგალითია. მეოთხე საუკუნეში ხდება ძირითადად კონდაკების ჩაწერა, ხო? წირვების ამ შემთხვევაში ლიტურგიების. ამიტომ გვაქვს ამდენი სახის წირვა, ხო? ზოგიერთ პრაქტიკაში აღარ გამოიყენება, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა მოციქულის სახელი, ხო? პეტრე მოციქულის სახელით, იაკობის სახელით, იოანე ოქროპირის, ბასილის, ანუ ჩაწერა როცა მოხდა, იქიდან მოხდა მისი ესე თქვა, უკვე უცვლელი სახით თითქმის ახლა ხელნაწერებში არის გარკვეული მცირე ცვლილებები, მაგრამ ფაქტობრივად აღარ იცვლება, ხო? ტექსტი. რადგან ცოცხალი გადაცემა ხდებოდა მაშინდელი პირველი საუკუნეების ეპისკოპოსები ღვთლები საიდუმლო ლოცვას თავისებურად წარმოთქვამდა, იქ რაღაცა სიტყვები იცვლებოდა ერთი ეკლესიაში სხვანაირად, მეორე მოციქულის სხვანაირად და როგორც კი მოხდა ამის ჩაწერა, იმის მერე უკვე ფაქტობრივად ადარებს ხელნაწერს ერთმანეთს, მაგალითად ლიტურგიის მკვლევარი და შეიძლება რაღაც მცირე გადამწერი შეცდომა ნახონ, მაგრამ ფაქტიურად აღარ იცვლება ის სტრუქტურა, რაც მომდინარეობს. ანუ დაწერილი სახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი რაღაც ეს სკოლიო გავუკეთე, ასე ვთქვათ, თქვენ საუბარს. მეცნიერება უკვე. დიახ, და ეს უკვე მეცნიერებაა, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასო, მამო, ნახეთ, საით მივყავს უბრალოდ საუბარის მართლა მინდა რომ კარგად დავინახოთ ჩვენთვის დღევანდელი ადამიანებისთვის ძალიან რთულია იმის დაფასება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც ინფორმაციის შენახვა და გადამუშავება და გავრცელება ქვია. ეს უდიდესი ამოცანა იყო, უდიდესი ამოცანა არის დღეს და თანამედროვე ტექნოლოგიური ომით ზუსტად ამ მიმართულებით მიმდინარეობს. თუნდაც თემატიკინა გადავუხო, რა ვქნა, ესეთი უცნაური ფიქრები მაქვს ხანდახან და ეს არ არის მხოლოდ ჩემი ფიქრი, ეს საერთაშორისო დამკვირვებლების და ანალიტიკოსების აზრიცაა. მთვარის ათვისებაზე დღევანდელი წამოჭრილი ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ინფორმაციის შენახვისა და გადამუშავების და შემდგომ გავრცელების სისტემების განვითარებას და რატომ? დედამიწაზე კონკრეტული ინფორმაციის გადამუშავება, შენახვა და გავრცელება კოლოსალურ ეკოლოგიურ რესურსებს მოითხოვს. საჭიროა გამაგრილებელი სისტემები, მდინარის წყლის შეშვება, ეკოლოგია ძალიან ზიანდება და თან ძვირდება კოლოსალურად ინფორმაციის გადამუშავება, შენახვა და გავრცელება. და თუ მოხდება და მთვარეზე განთავსდება ინფორმაციის გადამუშავება შენახვისა და გავრცელების მექანიზმები რა, ანუ სერვერები აიწყობა მარტივად რო თქვა მთვარეზე, იქ ბუნებრივად მოხდება, არის კონკრეტული მღვიმოვანი კრატერების ადგილები, სადაც შეიძლება სერვერები განთავსდეს, მისი გაგრილება, ანუ დამატებითი ენერგიის დახარჯვა დედამიწაზე ამ სერვერების გასაგრილებლად აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავების ხარისხი მოიმატებს და მეორეს მხრივ გაიაფდება. ნახეთ რამხელა წინსვლა იქნება, ანუ ინფორმაციის გადამუშავებაზე და მის გაიაფებაზე დღესაც კი პოტენციური ომი მიმდინარეობს, ოღონდ ცივი ომი. და მეც ახლა პაპირუსი ვახსენე, მამო. ანუ ვინც დღეს ამ თვარის ბრძოლაში გაიმარჯვებს, რომელი კორპორაციაც, რომელი კომპანიაც გაიმარჯვებს, რომელი ქვეყანაც გაიმარჯვებს, ის იქნება მომავალი 10 წლეულების განმავლობაში ინფორმაციების გადამუშავების მიმართულებით დომინანტური ლიდერი. და შესაბამისად წაიყვანს ძალიან ბევრი პროცესს, როგორც ერთპიროვნული მმართველი. კოოპერაციები ალბათ მოხდება და გაერთიანებები, მაგრამ მაინც თავარი ის იქნება. ამიტომ არის ეს დღეს გამალებული ბრძოლა, თქვა, თუნდაც თვარისას ათვისებლად, იმიტომ დაუბრუნდნენ თვარეს. დედამიწა აღარ უძლებს ამდენი ინფორმაციის გადამუშავებას. ჩვენ ესე ადვილი გონია, თქვა, ერთი წერილის გაგზავნაც კი ინტერნეტში კონკრეტულ რესურსს მოითხოვს. კონკრეტული ხარჯი აქვს მას დედამიწაზე, სასიცოცხლო ხარჯი იხარჯება, ჩვენი ეკოლოგია იხარჯება ამის გამო. ინტერნეტში რაღაცას ვეძებთ, ამის გამო უკვე წყალი დაიხარჯა, დასალევი წყალი დაიხარჯა, მტკნარი წყლით ხდება მისი გაგრილება. ეს მარილიანი წყლით ვერ მოახდენ მის გაგრილებას. ანუ მთელი ეკოლოგიური პროცესების გაუმჯობესება შეიძლება მთვარეზე ამ ყველაფრის გადატანა და თან სიმძლავრეების მომატება. იგივე ციფრული ინფორმაციული ომი იყო კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე
ჩვენი მწიგნობრობის განვითარების საწყისი. თუ გახსოვთ, მე წეგან პაპირუსი ვახსენე, ეხლა პაპირუსებამდე კაცობრიობამ თიხის ფირფიტები შექმნა. ანუ როცა ნახეს, რომ ქვა იყო რთული გადასაადგილებელი, ადგენენ და თიხის ფირფიტებზე დაიწყეს წერა, ვიცით ეს როგორც კეთდებოდა, მაგრამ თიხაც მძიმე იყო. წარმოიდგინეთ 10 გვერდიანი წიგნი, რომ ჩვენ დღეს ხელში დავიჭიროთ, რამდენი გრამი იქნება, რა ვიცი, ალბათ 100 გრამი მაქსიმუმ, ხო? პირობითად მაქსიმუმს ვამბობ. 10 გვერდიანი წიგნის შესატყვის ინფორმაცია თიხაზე რომ დაგეტანა 20 კილოგრამს იწონიდა ის. ეხლა წარმოგიდგენიათ, ეხლა 10 გვერდი ფურცლის წონა და 20 კილოგრამი ფურცლის წონა როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება კი გახდა, თქვა, ფირფიტების გამოგონებით, ხელშესახები და ხელმისაწვდომი, მაგრამ გაართულა ლოჯისტიკურად ინფორმაციის გადაადგილება და ხელმისაწვდომობა მაინც რთული იყო. მე ეგვიპტელებმა რაკნის წერან პაპირუსი რო ვახსენე, ხა საით მივიდივარ მიხვდებით. პაპირუსი არის მცენარე ჩვეულებრივი, რომლისგანაც ანუ ამზადებდნენ ქაღალდს, ანუ ბოჭკოებს ალაგებდნენ ჯვარედინად, შემდგომ ასველებდნენ, პრესდნენ და ასე იღებდნენ დღესაც აკეთებენ ტრადიციული მეთოდებით ადამიანები. ძალიან მომწონს ფათაშორის პაპირუსი. და შექმნეს პაპირუსი. პაპირუსი რისთვის გამოიყენება? გაცილებით მსუბუქია, გაცილებით იაფია მისი დამზადება და არ არის თიხის შემდგომი დამუშავება იყო იქ საჭირო, გამოწვა იყო საჭირო, ამას აღარ ჭირდება გამოწვა. და უფრო მარტივად დასამზადებელი ინფორმაციის დატანის და გავრცელების საშუალება აღმოჩნდა. თან ძალიან იაფი, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ძალიან იაფი ჯდებოდა ხის მასალა ფაქტიურად თან დახოვილი. ხისაც არა. სცენარია ჩვეულებრივი, ლერწმისებური სცენარია, რომელიც ხეს რომ ჭირდება, გაზდა ამდენი ხანი არ ჭირდება, ძალიან სწრაფად იზრდება. ბალახოვანი ლერწმისებური სცენარია დაახლოებით მსმენელისთვის რომ გასაგები იყოს. ან ბალახივით ადვილად იზრდება თან იმ ტერიტორიაზე, სადაც ფაქტიურად ნილოსის დელტა წარმოიდგინეთ, ნესტიანია გარემო, წყალი არ აკლიათ და იზრდება და იზრდება. ჭრიან და აკეთებენ ამ პაპირუსებს. და შესაბამისად ესეთმა განვითარებამ მისცა ეგვიპტელებს იმის საშუალება, თორე ეგვიპტელების ახლა იეროგლიფები ყოველთვის ცნობილია რა, საუკუნეებს გაუძლო მათმა რელიეფურმა გამოსახულებებმა, მათმა სტელურმა გამოსახულებებმა, მათმა იეროგლიფურმა გამოსახულებებმა. მაგრამ პაპირუსმა მისცა ის საშუალება, რომ ინფორმაცია გავრცელება. და ეხლა რა ხდება? ამ დროს როცა პაპირუსი უკვე საკმაოდ გავრცელებულია და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა არსებობს, ასპარეზზე ჩდება საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკური ამოცანა. და ეს საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკური ამოცანა რა არის? შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი ინფორმაციის შენახვისა და გავრცელებისა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეტოქი. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამბავია. ანუ ალექსანდრიას და შესაბამისად ეგვიპტეს აქვს პრეტენზია, რომ ის არის მსოფლიოში საუკეთესო ინფორმაციის ბაზის მქონე და საუკეთესო სისტემების მქონე, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის სწორად გავრცელება. და ამის კონკურენტი ჩდება. პერგამო, ქალაქი ესეთი არსებობს პერგამოში. რომლის მეფემაც გადაწყვიტა, რომ რატომაც არა, რატო არ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ანალოგიურად ესეთი დიდი ძალაუფლების მქონე. და რა დაიწყო, იცით? დაიწყო ისეთივე და უფრო მძაფრი შეჯიბრი, დღეს თვარისათვის ებაზე რომ შეჯიბრი მიმდინარეობს, მაგაზე ძლიერი შეჯიბრი. და აი კაცობრიობის ისტორიაში თუ დავაკვირდებით, პირველი ეკონომიკური მძლავრი სანქცია სწორედ მან ჩანს. ხა დღეს სანქციები ცოტა გავრცელებულია კაცობრიობის ისტორიისთვის და მსმენელი ადვილად მიგვხვდება და მაყურებელი რაზეც ვლაპარაკობ. ეგვიპტემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პერგამოსთვის აეკრძალა პაპირუსის მიწოდება და გასცა ბრძანება, დიდი იმპერია იყო ეგვიპტე. აი ვინც გაბედავს და პერგამოს მიაწოდებს, ქალაქ პერგამოს, ქალაქ სახელმწიფო იყო ფაქტიურად, მიაწოდებს პაპირუსს, როგორც პერგამოსი იქნება დასანქცირებული, ისევე დავასანქცირებს უყოლას. შევწყვეტ მასთან ვაჭრობას, დაუწესებ დიდ გადასახადებს, შეიძლება სამხედრო ინტერვენციას განეხორციელებინ, ანუ ფაქტიურად პაპირუსის გარეშე დატოვა ქალაქი, სახელმწიფო, რომელიც ამბობდა, რომ მე მაქვს პრეტენზია გავხდე მეორე ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ანუ ინფორმაციის გავრცელების და დამუშავების როლი იმდროინდელ და დღევანდელ სამყაროში ფაქტიურად განუზომილად დიდია. გადამწყვეტია ბევრ ამბავში, ვინც ფლობს ინფორმაციას, ისიც იგებს. მარტივია ომში, ბრძოლაში და ტექნოლოგიაშიც. ეს ეხლა კი არ არის მარტო ასე. მაშინაც ესე იყო. ეხლა ეს ყველაფერი ბიბლიასთან კავშირშია და მივალთ რატომაც ვლაპარაკობ ამ ყველაფერს. ესე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვის ისე როგორ ის არის სამწუხარო, რამდენი ინფორმაცია ალბათ რამდენი წიგნი დაიწვა. და როგორ აღდგა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა? იცით? აი ხა გეტყვით. ესე იგი, პერგამოში, როცა ნახეს, რომ ცუდათაა ჩვენი საქმე, აღარ გვაწვდიან საერთოდ ამ პაპირუსებს, რაზე დავწეროთ ეს ყველაფერი? ანუ რა, გადაწერა გჭირდება, ახალი მასალის შექმნა გჭირდება, არა აქვს მასალა.
და მოიგონეს ესეთი რამ. ადგნენ მოიგონეს უძველესი ტექნოლოგია გაიხსენეს, ოღონდ იქ ხარვეზები არსებობდა ცხოველის ტყავის დამუშავების პერგამენტი აქედან მომდინარეობს პერგამოსი ქალაქი სახელმწიფო რო იყო, იმიტომ და იქონას პერგამენტი. და დაიწყეს ცხოველის ტყავზე ინფორმაციის დატანა. გადაჭიმვა, დამუშავება, ოღონდ ადრე თუ უხეშად აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ძირითადად იქ ამბობენ რომ რაღაც რელიგიურ მცირე მიკროკულტურულ რიტუალებში გამოიყენებოდა ის რაღაც კონკრეტულ აი ჩვენ რო გვაქვს ოქროს აწმის ის ისტორია რომ ცხრის ტყავზე ისე წერაო თქვა ოქროს მოპოვების ისტორია სინამდვილეში თუ ოქროსი კი არ იყო ეს ანუ ტექნოლოგიის ამბავი იყო ეგო. სინამდვილეში ეს როგორც ჩანს რეალობას უკავშირდება, იმიტომ რომ უძველესი ცივილიზაციები ცხოველის ტყავს იყენებდნენ დაუმუშავებას, გაუჭიმოს პირდაპირ ესე დაკლეს ცხოველი, აიღეს მისი ტყავი, გამოაშერეს და ზედ დააწერეს პირდაპირ რაღაცები, რომელიც ინახდებოდა ჩვეულებრივ. მაგრამ ეხლა მაგითი ესე ბიბლიოთეკის საწყობა ძალიან ძნელი იყო. საჭირო იყო ამ პირველადი ტყავის ტექნოლოგიურად, მეცნიერულად დამუშავება იმგვარად, რომ მისი ხანგრძლივი დროით შენახვა და თან რაც შეიძლება დიდი ინფორმაციის დატევნა ყოფილიყო შესაძლებელი და ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ეს ეკონომიკური ბლოკადა და სანქცია, რაც ალექსანდრიამ გამოუცხადა პერგამოს, ერთ დღეში არ გადაწყვეტილა. საკმაოდ დიდი ხანი, თუ არ ვწდები 10 წელიწადამდე დრო დაჭირდათ, სანამ ამ გადაწყვეტილებაზე მივიდოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ პერგამენტი. ანუ გადამუშავებული ძალიან თხელი დიდი ხნით გამძლე ტყავი. რამდენი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწევდათ მამაო და რა კოლოსალური შრომა ამ ყველაფერი ჩადებული. და მოკლედ უცბად პერგამოსმა აღმოაჩინა ისეთი რამ, რითიც კონკურენციაც კი გაუწია იმ იმპერიას, რომელიც მას სანქციის ქვეშ აქცევდა და რომელიც მას ემუქრებოდა დაპყრობით და განადგურებით. ნუ სამხედრო ინტერვენცია არ მოხდა, მადლობა ღმერთს, ბევრი ხალხი დაზარალდებოდა ალბათ. ნუ ესე პტოლემეები მართავდნენ მაშინ ეგვიპტეს და ჭკვიანი ხალხი იყო ის ხალხი და მხოლოდ ეკონომიკური სანქციით შემოიფარგნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ტექნოლოგიური წინსვლა მისცა კაცობრიობას. პერგამენტზე დაიწყეს უკვე აგერ პერგამოში ინფორმაციის დატანა და 200,000 წიგნი გააკეთეს. ან შერეული იყო იქ პაპირუსებიც იყო, პერგამენტებიც იყო, პერგამენტების წილი უკვე იზრდებოდა და იზრდებოდა. და საოცარი რა არის, როდესაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაიწყო, რომ არა აი მის დროზე ალექსანდრია ეგვიპტის მხრიდან სანქცირებული პერგამოს ბიბლიოთეკა რომ არა ვერაფრით ვერ აღადგინდა. რო დაიწყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წერა რო თქვი როგორ აღდგა. მოგიდეს ხელფლიანად 200,000 ნაშრომს და გადმოა მის სამართეს ანუ პირდაპირ მთელი ეს რაც იყო ნაშრომები მოგიდეს ხელი და გადმოიტანეს ნუ მაშინ რომის იმპერია იყო ფაქტიურად და რომის იმპერატორმა აღარ მახსოვს ვინ იყო რომის იმპერატორი საჩუქრად ალექსანდრიის ბიბლიოთეკის აღდგენისთვის მოკლედ აიქიდან აიღო და გადმოიტანა. და საბოლოო ჯამში მეცნიერებს უკვე როგორც განვითარებულ საზოგადოებას ჰქონდათ ინფორმაციის შენახვის უფრო მყარი და გავრცელების უფრო ეფექტური საშუალება და რატო? პაპირუსი ძალიან ადვილად ზიანდება, იმიტომ რომ ბოჭკოვანი წარმონაქმნია, მცენარეა, ნესტს ვერ უძლებს, მასზე დაწერილი საღებავი ხშირად ზიანდება, თან მაშინ იცით რომ არა კოდექსური ფორმით, ანუ ერთ ყდაში მოქცეული წიგნის სახით კი არ იყო ეს ინფორმაცია და თან გრაგნილებზე იყო დატანილი, რომელიც დაახლოებით 10, 12, 15 და ზოგ შემთხვევაში 18 მეტრიც კი იყო. სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ტრადიციაში, სხვადასხვა ზომის გრაგნილები არსებობდა და წარმოიდგინეთ ახლა ეს გრაგნილი გვიჭირავს ხელში და გვინდა რომ წავიკითხოთ, ეს უნდა გადაგვეტრიალებინა და ეხა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ უძლებს, მაგრამ ეხა რაც უფრო ბევრჯერ გაახსნენა და ხურა გრაგნილს, ის რადგანაც სცენარის ბოჭკვა უფრო ადვილად ზიანდება და შესაბამისად ნაკლებ სანდოობით ხასიათდებოდა. აი მარტივი გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ როცა ტელეფონში სურათს გადავიღებთ და ვიდეოს გადავიღებთ, იმედი გვაქვს რომ ის იქიდან არ წაიშლება. და იმედიანად ვართ რომ რაღაცა იქ ინფორმაცია გვაქვს და არ წაგვიშლება. და წარმოიდგინეთ რომ ესეთი ამბავი რო იყოს რომ ვიცოდეთ რომ აი კი გადავიღებთ სურათს, მაგრამ რავი ზეგ შეიძლება წაიშალოს. ხო პირდაპირ დაფიქრდებოდით იმაზე რომ ეგ რისკი ყოველთვის არსებობს სინამდვილეში. რომ რაღაცა სხვანაირად შეგვენახა. იმიტომ რომ ინფორმაციას ესეთი ადამიანი შენახა ჭირდება. ინფორმაციას უსაფრთხოება ჭირდება. და პერგამენტი აღმოჩნდა ზუსტად ის, რომელიც მობილურობის თვალსაზრისით ანუ წაიღე, წამოიღე, მიიტანე, მოიტანე, ანუ ამ ამბავს, ლოჯისტიკურ ამბავს აგვარებდა ზუსტად თითქმის ისე ოდნავ მძიმე იყო ვიდრე პაპირუსი, თითქმის ისევე როგორც პაპირუსი და შენახვის თვალსაზრისით იყო გაცილებით გამძლე. მაგრამ მას ჰქონდა ბიბლიასთან მივდივარ მამაო ნელ-ნელა შეიძლება უცნაურია. ბიბლიის წიგნებიც ესე იგი გრაგნილებზე, ან კონტაქტებზე იყო ჩაწერილი, რომელიც იშლებოდა და იკითხებოდა მსახურების დროს. ეს სახარებაშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ მაცხვარი როცა კითხულობს საწინასწარმეტყველო წიგნს, გაშლის
და მე იკეცება ის ანუ ეს იყო დახვეული პერგამენტი. ასე. მე გადავდივართ ნელ-ნელა ბიბლიის წიგნების კავშირით ჩაწერას. დიახ. დავხურავთ. რას ნიშნავს ეს ინფორმაციის რა ანალიზი არის? ანუ ჩვენ დღეს შეჩვეულები ვართ რას? თუნდაც წარმოიდგინეთ მობილური ტელეფონი ავიღოთ ეხლა ნებისმიერმა ჩვენგანმა და გვინდა კონკრეტულ პიროვნებასთან დარეკო. რას ვაკეთებთ? გარკვეული საძიებოველი გვაქვს. იქ ჩავწერთ თქვათ თომას, გიორგის პირობითა და ამოგვიგდებს ყველა თომას, ყველა გიორგის, ანუ პოულობთ ადამიანს მარტივად. ამას ქვია შემთხვევითი როგორ გავაგებინოთ უფრო მაყურებლისთვის რომ ადამიანურ ენაზე გასაგები იყოს, ანუ შემთხვევითი არ არის. აი, რამი რას ნიშნავს, ხო იცით? კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მობილურში ამდენი აქვს რამი, კომპიუტერში ამდენი აქვს რამი, კითხულობენ. ეს არის random access memory. ანუ შემთხვევითი მარტივად რო ვთქვათ, შეერთების მეხსიერება. ცოტა რთული ამის აღქმა ადამიანისთვის, მაგრამ აი, ეტრატის გრაგნილი საფუძველზე ადვილად ახსნი. წარმოიდგინეთ, რომ მე მინდა რაღაც კონკრეტული ინფორმაციის ნახვა. გრაგნილი არის ამხელა 12 მეტრიანი ან 10 მეტრიანი დახვეული რულონი. შპალერივით მარტივად რო ვთქვათ. რაღაცა ინფორმაციის მოძებნა თუ მინდა, მე ეს უნდა გადავშალო, გავხსნა, გრაგნილი უნდა გავშალო და მოძებნო კონკრეტული ადგილი. თან უნდა ვიცოდე დაახლოებით რასის ქეზე იმყოფება ის ინფორმაცია, რომ იქამდე გადავშალო. კოლოსალური შრომა ჭირდებოდა ამ ყველაფერს. ამას ქვია წრფივი ინფორმაციული ნაკადი. ანუ მე თუ რაღაცა ადგილის პოვნა მინდა ამ გრაგნილში, ფაქტიურად მიწევს მთელი გრაგნილის გაშლა, წრფივად ინფორმაციის გაანალიზება და კონკრეტული ადგილის პოვნა. ხომ ასე? ანუ სხვანაირად ვერ ვიპოვე. ჯადუქარი ხო არ ვარ? და რენტგენის ხედულობა ხო არ მაქვს ადამიანს, არა უნდა მოვძებნო გრაგნილში წრფივი ინფორმაციაში. დღევანდელ დღესაც ჩვენი როცა წიგნს წერთ ან კითხულობთ, წრფივია ჩვენი კითხვის წესი, ხო? ზოგ კულტურაში არის მარჯვნიდან მარცხნივ, ზოგ კულტურაში მარცხნიდან მარჯვნივ. ესე მიდის წერა. წრფივი ვერტიკალურია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ განვითარდა კაცობრიობა ამ მიმართულებით და ეს ბუნებრივმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა. და ინფორმაციის მოძიებაც არა მარტო დატანა, არამედ მოძიებაც წრფივი წესით ხორციელდებოდა, რაც კოლოსალურ შრომას უკავშირდებოდა. ეგ ქმნიდა მეორე უდიდეს პრობლემას. მე თუ მინდოდა სწრაფად კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, მე ეს არ გამომდიოდა. ან ინფორმაციის ძიების პროცესში კონკრეტულ ადგილზე მოხვედრა თუ მინდოდა, ძალიან დიდ შრომას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. მოდი ახლა გავჩერდეთ და თქვათ ის, რომ ბიბლია, როგორც წერილთა, ან წიგნთა ერთობლიობა, ზუსტად ესეთი გრაგნილების ერთობლიობას უკავშირდება. ანუ პირველი ბიბლია არასდროს არ იყო ერთ ყდაში მოქცეული წიგნი. ეს იყო დიდი სივრცე, სადაც ბიბლიის წიგნები, ბიბლია, წიგნთა ბიბლოსი არის, ქალაქ ბიბლოს უკავშირდება და შესაბამისად, თავის ისტორია აქვს, წიგნს ნიშნავს და ბიბლია არის მრავლობითი ფორმა, ანუ წიგნებს ნიშნავს. აი ბიბლიის წიგნები ცალ-ცალკე ესე უჯრებში მარტივად რომ აღსაქმელი იყოს, ცალ-ცალკე სექტორებში იყო შენახული. თქვათ ეს წიგნი. და შემდგომ გრაგნილს რომ გამოიღებდნენ, ზოგიერთი წიგნი ერთი გრაგნილისგან არ შედგებოდა, ზოგიერთ წიგნს ორი გრაგნილი ჭირდებოდა, ზოგს სამი გრაგნილი ჭირდებოდა. ადამიანს ძალიან კარგად უნდა ცოდნოდა, რომელ წიგნში არის გარკვეული ინფორმაცია, რომელ წიგნში არის გარკვეული ცოდნა თავმოყრილი და აი ასე უნდა გამოეღო ჯერ კონკრეტული გრაგნილი, მერე იმ გრაგნილში დაახლოებით რა ადგილზე უნდა გადაეგრაგნა ეს ამხელა 12 მეტრიანი, წარმოიდგინეთ 12 მეტრა, იცით რა ამხელა სივრცეა, აქედან იმ კედელზე და უფრო შორს კიდევ. 12 მეტრაზე იშლებოდა ეს გრაგნილი და აი უნდა წაეკითხა ინფორმაცია. ეხლა ეს ადამიანისთვის მარტივად გასაგები იყოს, აი ლენტებზე რო იყო, ეგრეთ წოდებული ლენტური ფირსაკრავები კი არა, ლენტური მაგნიტოფონები რო იყო, თუ გახსოვს ჩვენ ბავშვობაში. კი ბატონო. წარმოიდგინეთ რომ რაღაც კონკრეტული მუსიკის ჩართვა თუ გინდა მთელი ლენტი უნდა გადაახვიო. აი მთელი ლენტი უნდა გადაგეხვია რომ კონკრეტულ ადგილზე მისულიყავ. და მე პირიქით უცბად დაუშვათ, ახლა აქეთ რაღაცა დაგჭირდებოდა, მე აქეთ უნდა გადმოგეხვია. ეს არის წრფივი ინფორმაციული ნაკადის ნიშანი. ნუ ტექნოლოგია მივხვდით უკვე ეს როგორც მუშაობს. ასპარეზზე შემოდიან ქრისტიანები. დაიწყო ქრისტიანული ეპოქა. დაიწყო ქრისტიანობის გავრცელებაზე ფიქრი, მოციქულთა მისიონერული საქმიანობა, დაუღალავი შრომა, გულწრფელი მსახურება და ქრისტეს სწავლების სასიხარულო ინფორმაციის გავრცელება. სახარებას რა ქვია? სახარება ქვია, ევანგელე ქვია. და ევანგელე და სახარება რატო ქვია? იმიტომ რომ ეს არის ინფორმაცია
რომელიც სიხარულს მარტო კაცო პერსონალურად ჩემთან მოიტანს სიხარულს. ანუ მე უნდა გამიხარდეს იმას რომ წავიკითხავ. მე სიხარულით, ანუ საღვთო მადლით და ჭეშმარიტი იმედით უნდა აღვივსო. თავარი იმედი რა არის სახარებაში? ქრისტეს აღდგომა, რომ დამარცხდა სიკვდილი, რომ ჩემი ბუნება კვლავ გახდა შესაძლებლობის მქონე რომ განიღმრთოს, დამარცხდა ჩემი ჯოჯოხეთში აუცილებლად წასვლა და მაქვს საშუალება რომ 64-ში შევიდე. ანუ რამდენ სასიხარულო ინფორმაციას ატარებს სახარება. იმიტომ სიხარულის ინფორმაცია. ანუ სახარება პირდაპირ იყო სასიხარულო საინფორმაციო ქსელის მომთხოვნი. იმიტომ რომ უნდა გაევრცელებინათ ეს სიხარული. და როგორ გაავრცელებდნენ? ბუნებრივია იმ დროს არსებული საინფორმაციო ნაკადების და საინფორმაციო გავრცელების, უпростоრად ინფორმაციული გავრცელების საშუალებები. და რა იყო ეს? ეტრატები, გრაგნილები, კონკრეტული თქვა პაპირუსისგან ვისაც რის საშუალება ჰქონდა და ეტრატები. და უმეტესი ადამიანებისა იყენებდა ხოლმე პაპირუსის გრაგნილს. თუ რამდენი რამე გვაქვს ჩვენ ხა დაკარგული ისტორიულად, აი რამდენი რამე დაგვიკარგავს, რამდენი რამ მოაღწევდა ჩვენთან უფრო მყარი ინფორმაციის შემნახველი რო არსებობდა, მაშინ რო არსებობდა, ხო? უფრო რო არსებულიყო. ესე ქრისტიანებმა აღმოაჩინეს რა რომ ფინანსურად მცირე რესურსი აქვთ, ანუ სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან და ძალიან ძვირია ეტრატის დამზადება, იმიტომ რომ ეხლა სინური მრავალთავი ვიცით, სინური კოდექსი ვიცით, ხო? სინური კოდი მეცნიერებს ნაანგარიშები აქვთ. ერთი სინური კოდექსის დასაწერად რამდენი შრომა და რამდენი ტყავი იყო საჭირო. მარტო ტყავს დავასახელებ. ეს არის 400 სული ერთეული ცხოველის ტყავი. 400 სული ცხოველის ტყავი. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ქარაგმების გაჩენის, განსაკუთრებით რომ რა შეიძლება და ტექსტი ყოფილიყო. მე მაგალითად მიმუშავია ხელნაწერთა ინსტიტუტში, ჩემი სამაგისტრო თემა ერთ-ერთი ხელნაწერი იყო მე-13 საუკუნის და აი პირველი ხელნაწერაც რაც უფრო ძველია ხელნაწერი, რადგან კი ქაღალდის ეკონომია მომხდარიყო. ტექსტი მთლიანად გადამული და ყველა სიტყვა ქარაგმე იყო, თითქმის ყველა სიტყვა. ისეთი სიტყვები იყო დაქარაგმებული, აი რომ ხშირად ხვდება, მაგალითად უფალი, ქრისტე, ასე შემდეგ, ამის ქარაგმები დღესაც უკვე ტრადიციაში ასე ვთქვათ, მაგრამ თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებული იყო და თან ტექსტი მთლიანად სვეტების გადამული იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ის დახარჯულიყო. ასე ვთქვათ, ფურცელზე. ეს უკვე მე-13 საუკუნეზე საუბრობ, რაც უფრო ძველი თქვენ სინური ახსენეთ. სინურში წარმოიდგინეთ რამდენი მაშინ ეტრატებზეა დაწერილი და სინურში მეტი ეკონომია იყო საჭირო. და რამხელა კოლოსალური თანხა დაждდებოდა ბოდო წარმოიდგინოთ. ანუ ეს 400 სული ცხოველი მარტო ცხოველად რო იანგარიშოთ, ტყავი რო შეიძინოთ, ესთან ყველა ტყავი კი არ გამოდგებოდა სპეციალურად. ძირითადად მოცლის თვალზე. სპეციალურად ნაწილები ირჩეოდა, შემდგომ სპეციალური დამუშავება ჭირდებოდა, დრო ჭირდებოდა, შრომელი ხალხი, ასკეტიკა აქედან მოდის, ტყავის დამუშავებლები იყვნენ ეს ასკეტები. უამრავი რესურსი ჭირდებოდა. ესე იგი მიხვდნენ ქრისტიანები რომ ამხელა ფული ჩვენ არ გვაქვს, ამხელა საშუალება ჩვენ არ გვაქვს, ერთის მხრივ საჭიროა ინფორმაციის რაც შეიძლება იაფი წყარო, ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს ქრისტიანებმა და მიხვდებით ახლა ბიბლიისკენ რატომ მივდივარ. ბიბლია ქრისტიანებამდე არ არსებობდა, იცით თქვენ, ანუ ეს თქვენზე რომ ბაყურებელს ეუბნებთ. ბიბლია არსებობდა ესე გაშლის სახით, ცალ-ცალკე. ბიბლია, ანუ ერთყადაში მოქცეული კოდექსი არ არსებობდა, ვერსი არსებობდა, იმიტომ რომ ქრისტიანების აღმოჩენა არის, ახლა საითგანაც მივდივართ. ანუ ქრისტიანმა მოაზროვნეებმა და პრაქტიკულმა მქადაგებელმა მისიონერებმა სხვადასხვა ტექნოლოგიები იმ დროს არსებული, რაც არსებობდა, აიღეს და დაიწყეს კონკრეტული ამოცანით ფიქრი. ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის დამტანი მოწყობილობა, აი ეს რა იქნება მნიშვნელობა არ ქონდა, რომელიც დაждდება უფრო იაფი. ასევე მისი გადაადგილება იქნება უფრო მარტივი და ყველაზე მთავარი, აღარ იქნება ინფორმაციის მოძიება წერფივი, არამედ იქნება რამ სისტემაზე დაფუძნებული. ეხლა ნახეთ რა მოიგონეს. ადგნენ აიღეს რომაელების გამოგონილი დიპტიქები, რომელიც იშლებოდა და იკეცებოდა, რომ დიპტიქს რა ქონდა? მარტო შიდა მხარეს იწერებოდა. გარეთ აყდა იყო ფაქტიურად დამცავი შიდა არსებული ინფორმაციის. დააჭრეს ეს გრძელი გრაგნილი, როგორი ჭკვიანური ხამის გამოგონება არ უნდა, ეხლა და ქრისტიანობაზე მე ვიღაცა რო იტყვის, რომ ანუ ეს მეცნიერებასთან არ არის კავშირი. პირდაპირ მეცნიერება ამახვილოთ მე მხოლოდ ერთ დეტალზე ყურადღებას. მე თავში ვახსენე ჩვენ რამდენი მეცნიერება ღვთისმეტყველო, რომელიც დამხმარე მეცნიერებებია, თუნდაც ბიბლიის შემსწავლელი, თუნდაც წმინდა წერილი შემსწავლელი და აღარ ვაფერს ვამბობ სხვა ლიტურგიაზე და სხვადასხვა მეცნიერებებს. რა ქნეს მამო? ეს გრაგნილი, რომელიც იყო გრძივი ფორმის და ინფორმაციის მოძიებისთვის რა პროცესის გვჭირდებოდა წეღან თქვით? დაჭრეს. 4 კუთხედებად ესე, მართკუთხედებად უფრო სწორედ. 4 ფურცელი დაადეს ერთმანეთზე და შუაში გაკერეს. გადაკეცეს და რა მიიღეს? რვეული, მაგიტომაც კი რვაული. ანუ 8 ნაწილისაგან შემდეგ 4-ს რო გადაკეცავ შუაზე 8 ხდება, ანუ რვაული. შემდგომ
ამან რა მოგცა? მოგცა ის, რომ ინფორმაციის დატანა შესაძლებელი გახდა გრაგნილზე ეს წეღან დამავიწყდა მე თქვა, მხოლოდ შიდა ზედაპირზე იწერებოდა ინფორმაცია, გარედან არ იწერებოდა ინფორმაცია. ანუ მე თუ მაგ დავუშვათ 10 კვადრატული სანტიმეტრი ზედაპირი, მხოლოდ წინა მხარეს ვიყიდ. რვეული სისტემა ეს ქრისტიანებმა აღმოაჩინეს. ეს რომელიმაც ვერ აღმოაჩინეს, აი კონკრეტული, იმიტომ რომ მათ დიპტიქები ქონათ მარტო ერთ მხარეზე იწერებოდა ინფორმაცია. კონკრეტული ამოცანა დადგა მათ წინაშე, ეს სახარება ისე სწრაფადაა და ისე შორსაა გასავრცელებელი, რომ უნდა იყოს მობილური, ანუ სწრაფად გავრცელებადი, ადვილად გავრცელებადი. უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის დამტევი და უნდა იყოს ადვილი პრაქტიკაში მისი დამზადება გამოყენება. ეს ლოჯისტიკური ამოცანაა ჩვეულებრივი საინფორმაციო თვალსაზრისით, რომელიც გადაწყვიტეს ქრისტიანებმა. ეს მეცნიერება არ არის? და ნახეთ რა მოხდა რვეულში უკვე 10 კვადრატულ სანტიმეტრზე მივიღეთ სივრცე არა 10 კვადრატული, როგორც აქამდე იყო. არამედ 20 კვადრატული, იმიტომ რომ მის ერთ მხარეზეც იწერება და მეორე მხარეზეც იწერება. ანუ გააორმაგეს ფართობი არსებულ მასალაზე ინფორმაციის დატანის. ანუ გაანახევრეს ხარჯი ინფორმაციის შენახვის. ეს არის ეხლა ვიღაცას რო უთხრა რომ რაღაცას აწარმოებს, თქო ქარხანა აქ, რა ვიცი, რაღაც აი ჭიქა ვინც აწარმოა და ეუბნები რომ მე მაქვს ტექნოლოგია რომ აი ჭიქის დამზადება რო გიждდება 10 ლარი, ხვალიდან დაგიждდება 5 ლარი ზუსტად იგივე ჭიქის დამზადება. ანუ რამხელა გარდატეხას მოახდენს მივხვდით ხო რის თქმაც მინდა. ამაზე დიდი გარდატეხა მოახდინა საინფორმაციო თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქამდე თუ დაუშვათ ერთი ხბო პირობითად საჭირო იყო 5 გვერდისთვის, ან 5 გვერდზე რა ინფორმაციას დაეტევოდა. ახლა ერთი ხბოს ტყავიდან შესაძლებელი იყო უკვე 10 გვერდის ინფორმაციის დატანა, ანუ ორჯერ მეტის დატანა მას. სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება ახსენდა, ახლა გამახსენდა ნეტარი იერონიმე. ჯერ კიდე როდის ამბობს ერთ-ერთი სახარების ერთ თავზე, სადაც მაცხოვარი საუბრობს მეორედ მოსვლის შესახებ და ეს ყველგან გავრცელდება სიტყვა და ამასთან დაკავშირებით ამბობს, დღესაც კი ესე იგი თუ ყველა ქვეყანა არ არისო ქრისტიანულიო, მის დროს თავის ეპოქაზე საუბრობს. ყოველ შემთხვევაში მისი მეზობელი ქვეყანა მაინც არის ქრისტიანული და სახარების და ქრისტეს შესახებ ყველას შეუძლია გაიგოს, ანუ წარმოიდგინეთ რომელი საუკუნეა. ეს უნიკალური ქსელი იყო. ამ მეცნიერების გარეშე ვერანაირ იზარდა. ამას უდიდესი ლოჯისტიკა ჭირდება, უდიდესი აზროვნება, მასალა, ინფორმაციას, რაზე დაიტან, როგორ დაიტან, როგორ გაავრცელებ და მე ყველაზე მთავარი რომ გაავრცელე, გავიგეთ, მაგრამ მისი გამოყენების პრაქტიკულობაა ყველაზე მთავარი, რაც თანამედროვე პროგრამირების თუნდაც ციფრული სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა გახდა. რა გამოიგონეს? ეცეღა თქვი რომ ინფორმაციის მოძიება იყო წრფივი. ანუ ლენტურ სისტემაზე დაფუძნებული, გადაგეხვია სადღაცაც რომ ისულიყავ. აქ აღმოჩნდა რენდომი სისტემა უკვე ჩანერგილი. ანუ რა, მე შემიძლია მე-10 გვერდზეს რვეულები გადააბეს და მიიღეს თქვა ერთი რვეული კი არა, დღესაც ციგნი რო დაშალოთ, ესე აწყობილი. ანუ ერთი რვეული მეორეზეა გადაბმული, მეორე რვეული მესამეზეა გადაბმული და ესე რამდენ რვეულსაც შეერთებ, საბოლოო ჯამში იმხელა სისქის ციგს მიიღებ და მე ყდას გავუკეთებ გარშემო. ეს ქრისტიანების გამოგონება. და ანუ იცით რა, ეხლა უბრალოდ უნდა ჩავურთო რა. დღეს რო ვიღაც გამოვა ტელევიზიით თუ სამეცნიერო სფეროში და იტყვის რომ ქრისტიანობა არის უწიგნურების რელიგია, იმდენად ანუ გულის შემაწუხებელი და გაუნათლებლობის გამომხატველია მისი მხრიდან რომ წიგნი მოიგონეს ქრისტიანებმა. წიგნი როგორც ასეთი შექმნეს ქრისტიანებმა, კოდექს გულისხმობ ამ შემთხვევაში ყდაში მოქცეულ წიგნს გულისხმობ. ქრისტიანობის შედეგი ამას სრული პასუხისმგებლობით ამბობ ნებისმიერ მეცნიერულ შრომაში, ნებისმიერ აი კონკრეტული მიმართულების სამეცნიერო ჯანსაღ ნაკლებში რომ ნახულობენ ესია. როგორ უნდა გვიწოდონ ქრისტიანებს უწიგნურები? პირიქით ჩვენ ძალიან ბევრი ერი, მათ შორის ისლამის მიმდევრები წიგნის ხალხს გვეძახით. ეს როგორი რაღაცა იცით, აი არ ვიცი. მაგალითად რო ავიღოთ, სხვათა შორის ნეტარ ავგუსტინეს აქვს ერთგან რომელიღაც არ მახსოვს, მაგრამ ერთგან წერს რომ ნუ შევეხებით თუ მაინც და მაინც საბუნების მეტყველო მეცნიერებას, როცა რაღაცა ქრისტიანულ თემას გამომარტავთ, რადგან სასაცილო არ აღმოჩნდებთ, როცა ამის ცოდნა დიდი არ გვაქვს და ეხლა რო შევატრიალოთ ეს. აი მაგალითად ადამიანი, აი ჩვენ რო ეხლა დავშდეთ ამ გადაცემაში გვესაუბრა რომელიმე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ რაღაცა დარგზე, რომელიც არ ვიცი და მაგრამ მაინც თავისთვის უფლება მეგვეცემ ამაზე გვესაუბრა. ხო სასაცილო აღმოჩნდებოდა და გვეკითხა რომ აი ეს არასწორი, მე ესე მევიშნე რომ არ არის სწორი, რაღაც კონგრესზე დაესწრო და მე რაღაცას შეუშალო ხელ რომ თქვენი მოსაზრება არ არის სწორი, ამ დროს მის განათლება არ გაგაჩნია საერთოდ. და პირიქით ახლა გადმოვატროთ. საუბრობენ ვისაც სურვილი აქვს ახლა რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია საუბარი, მაგრამ საუბრობ ქრისტიანობაზე, ეკლესიაზე, ეკლესიის ისტორიაზე, ქრისტიანულ მეცნიერებებზე.
ხო რა ჩვენ თავში ვახსენეთ ხო ლიტურგია ეგზეგეტა ჩვენ მხოლოდ ბიბლიას უთრევთ ახლა და აქედან გამომდინარე ბიბლიასაც რადგან ვლაპარაკობთ ტექსტოლოგიაზე ვსაუბრობთ წიგნების დაწერაზე ტექსტოლოგიის ნაწილია კონკრეტულად ტექსტოლოგიის რაღაცა ტექნიკური ნაწილი რეალურად შესავალი ტექსტოლოგიის შესავალი ხო არაერთი მეცნიერება რომელიც რა თქმა უნდა ყველა წმინდა წერილს ეყრდნობა ხო ეს საეკლესიო სამართალი იქნება თუ სხვადასხვა ლიტურგიკა თუ სხვადასხვა ამ მეცნიერებაში კიდე ცალკე მიმართულებები და როგორც ყველა მეცნიერებაში და როცა შენ თავს ამოფრო ეს უციგნური რელიგია ეს ნიშნავს რომ ერთის ხრო ალბათ საერთოდ ვერ ერკვევი მეორეს როცა როცა შენ თუნდაც შენ დარგში როგორც მეცნიერებაში ერკვევი ადამიანი იმის წარმოდგენა მაინც გექნება რომ სხვა დარგშიც იგივენაირად არსებობს კვლევა და ასე დასკვნების გამოტანა და ამას თავის ისტორია აქვს ამ ყველანაირ საკითხს და ნებისმიერ მეცნიერებას ამიტომ რომ როცა შენ მასში ჩახედული არ ხარ და ამაზე ხმაურღალ განცხადებას აკეთებ ერთად შენ გინდა რომ რაღაცა ამის სახელი შეურა წვან კიდე საერთოდ ვერ ერკვევი რაზე საუბრობ ეს ჩემი მოსაზრებაა უფრო მეტად ახსენეთ იმიტომ მიზანმიმართულია ხოლმე სამწუხაროდ თორე არ გონია ხა აკადემიკოსი რო ადამიანი და რაღაც სამედიცინო განათლება აქვს იმას თუ ფილოსოფიური არ აქვს ნიშნულოვანი აკადემიური განათლება რო აქვს მიღებული მაგდენს ვერ ხვდებოდეს ქრისტიანობაში ცოდნა როგორ ვითარდება და ეს აკადემიური განათლება თვითონ თუ აქვს რაიმე სამეცნიერო ხარისხი რა თქმა უნდა ხდება რომ სხვა მეცნიერებებშიც არსებობს იგივენაირად ეს სამეცნიერო ხარისხი რა თქმა უნდა შეურაცხყოფა და დაკნინება უკვე არის მიზანმიმართული პროცესი და არა გაუაზრებელი პროცესი და ეს დგენს ყველაზე მეტად. მოდი რახან ცოტა დრო დაგვრჩა, ცოტა სხვანაირად ვიტყვი. მოკლედ, შესაძლებელი გახდა რომ ერთის მხრივ მეათე გვერდზე დავუშვათ კონკრეტული თქვა ძველი აღთქმის კონკრეტული ნაწილი. მე ნახე მე თუ მქადაგებელი ვარ და მე თუ მისიონერი ვარ და მე თუ მინდა სხვას ველაპარაკო, ანუ კოდექსმა რა მოიტანა. მე რომ რამ სისტემა, ანუ შემთხვევითი შემთხვევითი ცოტა ისე ჟღერს. საძიებელი ასე ვთქვა. საძიებელი სისტემა ცოტა მოგვიანო პერიოდში ჩამოყალიბდა მე-13 საუკუნიდან იწყება უკვე მისი განვითარება. ეგ ცალკე სფეროა. აი კონკრეტულად რა მომცა? შემიძლია მეათე გვერდზე სანიშნე ჩავდო, აი მარტივად ადამიანისთვის გასაგებად რო თქვა, აი რაღაც სანიშნე ჩავდო ადამიანთან როცა მაქვს საუბარი ვთქვათ კონკრეტულ საკითხზე ვეუბნები 21-ე გვერდზე ჩავდო სანიშნე 105-ე გვერდზე ჩავდო სანიშნე ჩვეულებრივ ესე პატარა ფურცელი ან ფიცარი ხისგან გამზადებული სანიშნეები გამოიყენებოდა უძველეს პერიოდში რბილი ხე შეირჩეოდა ოღონდ სპეციალურად არ დაეზიანებინა შიგთავსი ან ტყავის იყო ხოლმე ეს სანიშნეები და ასე მივიდი ადამიანთან ჩანთაში მედოს თელიზიკ ანუ წარმოიდგინეთ რა მოგცა გრაგნილების ნაცვლად რომელიც რა ვიცი ორჯერ მეტი გრაგნილი უნდა მეტარებინა მე ადამიანს როცა ველაპარაკებ ეს გრაგნილები უნდა გამეშალა მის წინაშე მე თქვა რომ აი ნახე მოდი აქ ეს წერი ანუ წყარო დამედასტურებულია ლინკირება როგორც ასეთი სამეცნიერო თვალსაზრისით დღეს ხო ყველა მეცნიერი ლინკირებს ანუ ლინკირება რა არის რომ უნდა მიუთითო წყარო და ვაჩვენო აგერ ბატონო წყარო ხო თეოლოგია მოიტანა ეს სინამდვილეში როგორ კოდექსის გაჩენით იმიტომ რომ კოდექსი რო გაჩნდა ადამიანთან თეოლოგიურ პოლემიკაში შეხვიდოდით უბრალოდ ინფორმაციას გადასცემდი, გადაშლიდი ამას და აჩვენებდი, აგერ ბატონო წყარო, გადავშლიდი უცოდ 21 გვერდზე, აგერ ბატონო შესაბამისი ადგილი, გადავშლიდი 120 გვერდზე, აჩვენებდი, агер ბატონო შესაბამისი ნაწილი. ანუ სამისიონერო გადაგება და ამგვარი კოდექსები ერქვა სამართალშიც, სამართლის ისტორიას ყველას. იმიტომ ქვია იმასაც კოდექსი მე. იმიტომ დაერქვა იურიდიულშიც კოდექსი. საკითხავებიც ესე არის, ხო, ძველია. თავება და მუხლება დაყოფა ხო უფრო მოგვიანო პერიოდში მე-6 საუკუნიდან ხდება, მაგრამ წმინდა წერილი ბიბლიის. და დღეს როცა ვარჩევთ, რომ ამ თავის ესა და ეს მუხლება დაყოფა გვიან ხდება, მაგრამ წინარე არის საკითხავება დაყოფა. რაღაცა საკითხავი, მაგალითად 63 საკითხავი, 70 და საკითხავება დაყოფილი. დღეს ახლა მაგალითად 4 თავის სახარება, რომელიც ტრაპეზი არის, ორივე ვიყენებთ, ხო? საკითხავებათაც არის და თავდა და მუხლებათაც არის და ხო, მსახურების დროს ორივეს ვიყენებთ, ხო? ძალიან პრაქტიკული არის, დიახ. ქრისტიანობა მოიტანა. აი წერან იურიდიული კოდექსი ახსენეთ, ეს იურიდიული კოდექსი, როგორც დააკვირდებით ნებისმიერ კანონს, თავი, მუხლი, ხო, ამა და ამ კოდექსის, ამა და ამ თავის, ამა და ამ მუხლის ესეხტება. კოდექსები ქრისტიანობის შედეგი. ძალიან ბევრი კოდექსები ქრისტიანულ ეკლესიას სამართალშიც ეხლა ყველა სფეროში, მაგრამ სამართალშიც ბევრი კოდექსებია ჯერ პონტოს მე-4 საუკუნიდან დაწყებული კოდექსები არაერთი გვაქვს, მნიშვნელოვანი ყველაზე დიდი ალბათ დიდი ჟულის კანონი და კიდე რამდენიმე ესეთი ახლა ერთ სფეროს შევეხები და დავასრულოთ მაშინ ჩვენი სტუდიის საუბარი, რაც აუცილებლად მინდა რომ აღვნიშნო. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ბიბლია წინააღმდეგება მეცნიერებას, ეგ ყველაზე რთული არის ხშირად ჩემთვის, იმიტომ რომ მარტო ან გრიგოლ ნოსელის რო წაიკითხოს ადამიანმა ხა როგორ განმარტავს 6 დღის შესაქმეს, ეს კოლოსალურად შეცვლის მის აზროვნებას და მსოფლმხედველობას. ან მაგალითად ადამიანმა რო წაიკითხოს ლაიბნიცმა რა გააკეთა. აი ლაიბნიცმა, მეცნიერი, მათემატიკოსი, თეოლოგი მათ შორის, რომელმაც შექმნა არაერთი მეცნიერი, რომელიც ასევე საეკლესიო მსახურაც იყო და ღვთისმეტყველიც. ვამახვილებ ყურადღებას გეტყვით. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ დღეს მაინც ინფორმაციული ნაკადების შესახებ. დღეს რომ აყურებელი ჩვენ გვიყურებს, რითი გვიყურებს? საინფორმაციო არხით გვიყურებს. საინფორმაციო ნაკადი დღეს
სწორედ RAM სისტემაზე დაფუძნებული საინფორმაციო ნაკადის ტექნოლოგიას ეყრდნობა, რომელიც არის შედგენილი ნოლებითა და ერთებითი. ანუ ნებისმიერი საინფორმაციო კოდი, ნებისმიერი პროგრამა არ აქვს ნიშნობა მობილურის, ტელევიზორის, რადიო ქარხნის, ქირურგიული ინსტრუმენტის, კოსმოსური ხომალდის, არ აქვს ნიშნობა ნებისმიერი პროგრამული კოდი დაწერილია ნოლებითა და ერთებითი. ეს ვინ შექმნა? ეს შექმნა ლაიბნიცმა. და ლაიბნიცმა რატო შექმნა? ლაიბნიცმა ეს ყველაფერი შექმნა იმიტომ, რომ მას უნდოდა შეექმნა უნივერსალური ენა, რომელიც აღწერდა იმის შესაძლებლობას, რომ ღმერთმა შექმნა არაფრისაგან მთელი სამყარო. ეს არის ლაიბნიცის ორობიტი ბინარული სისტემა 0 და 1, სადაც 0 წარმოადგენს არაფერს, სიცარიელეს, ხოლო ერთიანი ღმერთს და მის შემოქმედებითობას. და ლაიბნიცმა ნახეთ რაკნა სრულებით არ არის საჭირო მონაცემთა გადაცემის დროს, ინფორმაციის გადაცემის დროს დავწეროთ 5-იანი, 6-იანი, 7-იანი სიტყვა გამარჯობა. ჩვენს ყველაფერი შეგვიძლია 0-სა და 1-ის კონკრეტული კომბინაციებით შექმნათ. ეს არის სამყაროს გადამატრიალებელი აღმოჩენა, რომელსაც საფუძვლად უდევს ლაიბნიცის თეოლოგიური სურვილი, რომ მან მეცნიერულად ახსნას ის, რაც ბიბლიაში წერია. ანუ ამას ეხა დღეს ადამიანი უმეტესობა მობილური რო უჭირავს ხელში და რაღაცას რო სკროლავს გონია რომ ეს ყველაფერი სადღაცა სილიკონ ველზე ჯდომა მეცნიერებმა მოიგონეს. სინამდვილეში ამ ყველაფერში ფუნდამენტი თავის მხრივ ქრისტიანობამ დაუდო და მეორე მხრივ ქრისტიანმა მკვლევარებმა განავითარეს საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამას უმნიშვნელოვანესი ასპექტით უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრეთ წოდებული სკრიპტორიუმები, ანუ ადგილები მონასტრებში, სადაც ინფორმაციის შენახვა და გადაწერა ხდებოდა ბერების მიერ, სასულიერო პირების მიერ, ეს მონაცემთა დაცვის და ანალიზის უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო სინამდვილეში, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანობა ბიბლიიდან გამომდინარე, თვითონ ბიბლიის შემქმნელი სინამდვილეში ქრისტიანობა. ამას პირდაპირ ვამბობ იმ ფორმით, რასაც ჩვენ კოდექსალურ ბიბლიას უწოდებთ. აქამდე ქრისტიანობა ეგ არ არსებობდა. სამყაროში არ არსებობდა ასეთი რამ და როგორ იქნებოდა ქრისტიანობამ შექმნა. ქრისტიანობის შემდგომი განვითარების ყველა ეტაპზე შეინიშნება უმთავრესი ამოცანა. შეინარჩუნოს ინფორმაცია უზუსტესად და გადასცეს მომავალ თაობებს უზუსტესად ინფორმაცია. და აი ძალიან დიდი სკულპტურული სამუშაოებია წარმოებული. სპეციალური გადამწერები არსებობდნენ. რა თქმა უნდა, ამის სკოლა მონასტრებს და ძველახთმაშიც ახლა ჩვენ ქრისტიანობას მოიწურა, მაგრამ ამბავი ძველახთმაშიც გადამწერები ორი გრაგნილებზე იყო. ამას მთელი გრაგნილებზე იყო, მაგრამ თითო სიტყვას რო დაწერდნენ, ან განსაკუთრებით უფლის სახელი უნდა ეხსენებინათ, ამას წინ ლოცვები უძღოდა, ფეხზე ადგომა უძღოდა და ამიტომ ძალიან სკულპტურულად ხდებოდა. ამიტომ იქ შეცდომის დაშვებაც პრაქტიკულად გამორიცხული არის. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო ძალიან საინტერესო თემა იყო, მაგრამ მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისათვის. ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი თომა ცეცხლაძე. ამით დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.